შეიძლება გაგიჟდე, რომ გაიგო, თუ რამდენი რამის თქმა შეგიძლია ინგლისურში ერთი სიტყვით. და ეს სიტყვა არის get. Don't you even get angry? Nobody seems to get the joke. Did you get out of the game? Did you get in here? იცოდი, რომ get ინგლისურში დაახლოებით 30-ზე მეტი მნიშვნელობა აქვს კონტექსტის მიხედვით. და თუ შენი მიზანია, რომ ინგლისურში უფრო ბუნებრივად ისაუბრო და გესმოდეს ასევე native speaker-ის საუბარი სრულფასოვნად, ამ სიტყვის კარგად ცოდნა ნამდვილად დაგეხმარება. ასე რომ დარჩი აქ. გამარჯობა ყველას, მოგესალმებით ჩემს პირველ YouTube ვიდეოში. ეს არხი დაგეხმარებათ ინგლისური უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ და პრაქტიკული გახადოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეს კი ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვაზე ინგლისურში და როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის სიტყვა get. How many meanings of get do you know? Let's see if I can surprise you. Get შესაძლოა ნიშნავდეს გახდომას, მიღებას, მოტანას, ყიდვას, მოსვლას. ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს. მისი საწყისი ფორმა არის get, წარსულში არის got, ბრიტანულ ინგლისურში მესამე ფორმა აქვს got და ამერიკულ ინგლისურში მისი ფორმა არის gotten. Get-ის უშუალო თავისი მნიშვნელობა არის მიღება, შეძენა, მოპოვება. მაგალითად, did you get my message? Where can I get a taxi? I got a new car last week. Where did you get that coat? როდესაც get-ის შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ ზედსართავ სახელს, მაშინ get უკვე ნიშნავს გახდომას. მაგალითად, I get angry when someone is late. ანუ მე ბრაზდები, როდესაც მე აგვიანებს. გაბრაზება, გაბრაზებულად, გახდომა ჩემი მდგომარეობის შეცვლა შემიძლია გამოხატო get-ით. Get happy, გაბედნიერება, get angry, გაბრაზება. Get sad, მოწყენა, პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ზმნას, რადგან თუ იტყვი I'm angry, ეს ნიშნავს მე ვარ გაბრაზებული ამ მომენტში, მაგრამ როდესაც გინდა თქვა მე ვბრაზდები, ასე შემდეგ, ანუ მოქმედება გინდა აღწერო, ამ შემთხვევაში უბრალოდ get-ს დაუმატე წინ ზედსართავის სახელი და შენ ზედსართავ სახელს აქცევ უკვე მოქმედებად. You get angry. I'm getting tired. ვიღლები, პროცესში ვარ, ანუ მე დაღლილი ვხდები. It's getting dark. ვნელდება. He got angry. ის გაბრაზდა. You'll get tired if you keep running. დაიღლები, თუ განაგრძობ სიკვდილს. Get ნიშნავს გაგებას. შესაბამისად, თუ რაიმეს ვერ გებულობ, იმის ნაცვლად რომ თქვა I don't understand this. You can say I don't get it. I don't get it. I don't get it. თუ გაიგებ, შეგიძლია თქვა I get it. მაგალითად, ხუმრობის მიხვედრა, ხუმრობის გაგება. I get the joke. ანუ ხუმრობას ხვდები. I got the joke. მივხვდი ხუმრობას. მისი წარსული ფორმა. Actually is if you get the joke. Nobody seems to get the joke. Did you get the joke? მივხვდი ხუმრობას? თედ მინდა თქვა ვერ ხვდები რას გულისხმობ. I don't get what you mean. I don't get what you mean. Get ასევე ნიშნავს სადმე მისვლას, მიღწევას. მაგალითად, როდის მოხვედი აქ? When did you get here? 1 საათი დამჭირდა სახლში მოსასვლელად. It took me an hour to get home. ან ჩვენ სასწრაფოდ უნდა წავიდეთ საავადმყოფოში. We need to get to the hospital. When did you get in here? We need to get to the hospital. მიტანა, მოტანა. აი ამ კონტექსტში შეგიძლია get გამოიყენო. მაგალითად, შეგიძლია ერთი ჭიქა წყალი მომიტანო? Can you get me a glass of water, please? შეგიძლია შოკოლადი წამომიღო? Can you get me some chocolate, please? წიგნს წამოგიღებ. I'll get the book for you. I'll get some water. I'll get you some. როდესაც საქმე ეხება ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობას, აი მაგალითად გავცივდი, დავშავდი და ასე შემდეგ. აი ამ კონტექსტში ჩვენ შეგიძლია გამოიყენო get. მაგალითად, რაღაც ვიტკინე. I got hurt. წინა კვირას გავცივდი. I got a cold last week. აიძულო, მიაღწიო, შენი გაიტანო. აი ამის თქმად შეგიძლია get it. მაგალითად, მე მას დავარწმუნებ, რომ დაგვეხმაროს. აი, მე მას აიძულებ, რომ დაგვეხმაროს. I'll get him to help us. ან მან დამარწმუნა, მან მაიძულა, რომ გამესინჯა sushi. She got me to try sushi. She got me to try sushi. შესრულება, დასრულება. მაგალითად, ძალიან ხშირად ვიყენებ ფრაზას let's get started. ანუ მოდი დავიწყოთ.
დაასრულე საქმე? Did you get the job done? რაც შეეხება გრძნობებზე ზეგავლენის მომენტი. მაგალითად, თუ ვამბობ წინადადებას the movie really got me. ანუ ფილმმა ნამდვილად იმოქმედა ჩემზე. დიდი ზეგავლენა მოახდინა. ან მაგალითად მინდა ვთქვა, არ მისცე შიშს უფლება ზეგავლენა მოახდინოს შენზე. Don't let the fear get you. ჯიშსა და შორისძიების კონტექსტის დროს, მაგალითად, ამისთვის მიიღებ, შენსაც მიიღებ, მოგხვდება, you'll get for this. You'll get for this. I'll get you next time. ან როდესაც უნდა თქვან, რომ იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. She'll get what she deserves. აზულისნები get-ის გამოყენებით, რომელებიც დამწყებთათვის ძალიან იდეალური და პრაქტიკული იქნება. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ვფიქრობ, ყველამ იცის არის get up. რაც ნიშნავს ადგომას, წამოდგომას. მაგალითად, I usually get up at around 10, ანუ დაახლოებით 10-ისკენ, ჩვეულებრივ 10-ისკენ დგები ხო. ტრანსპორტში ასვლა ინგლისურად არის get on. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ვიყენებთ ყოველთვის წინებულ on's შესაბამისად. He got on the bus quickly, ანუ ის ტრანსპორტში, ავტობუსში სწრაფად ავიდა. Get off უკვე ტრანსპორტიდან ჩამოსვლა. He got off the bus quickly, ანუ ის ტრანსპორტიდან, ავტობუსიდან სწრაფადვე ჩამოვიდა. Get over, გადალახვა, გამკლავება. It took her weeks to get over the flu. მას კვირები დასჭირდა, რომ გადაეტანა ეს გრიპი. Get along with, შეწყობა ურთიერთობაში, კარგი ურთიერთობის ქონა. მაგალითად, კითხვა მინდა დავსვა, კარგად ეწყობი შენს თანამშრომლებს? Do you get along with your coworkers? ან კარგად ეწყობი შენს დებს? Do you get along with your sisters? Get back, უკან დაბრუნება. This დაბრუნდები უკან. When will you get back? I got back very late. გვიან დაბრუნდი. Get out of, გასვლა, რაიმედან გასვლა, დატოვება. It's time to get out of the car. უკვე დროა, მანქანა გავიდეთ. Get rid of, მოშორება, თავიდან მოშორება. You need to get rid of old cloth. დღეს ჩვენ ვისწავლეთ get-ის ყველაზე ხშირად გამოყენებადი და გავრცელებული ფრაზულისმნები და ასევე ის თუ რა კონტექსტში შეგიძლია შენ გამოიყენო get და ვფიქრობ ის დამხმარე აღმოჩნდა შენთვის. მე შენთვის მაქვს პატარა გამოწვევა ვიდეოს ბოლოში დავურთავ პატარა ტესტს, რომ შენ თვითონ შეამოწმე შენი თავი, თუ რამდენად გასაგები აღმოჩნდა შენთვის ეს თემა და ეს ვიდეო. დღეს ვეცადე, რომ სიტყვები როგორიც არის become, arrive, receive, buy ჩანაცვლო get-ით. მაგალითად იმის ნაცვლად რომ თქვა I need to buy milk, ეცადე თქვა I need to get milk. ან იმის ნაცვლად რომ თქვა she became tired, ეცადე თქვა she got tired. რაც უფრო ხშირად ეცდები პრაქტიკაში ნასწავლის გამოყენებას, მით უფრო დიდ ინვესტიციას ჩადებს შენს განათლებაში. სწავლა არ სრულდება, ეს გვენი თავგადასავალია და თავდაჯერებულობა მაშინ მოდის, როდესაც სწყვეტ შენ თავთან იმ დიალოგს, რომ შენ ეს არ შეგეძლია და ცვლი აი ამ ფრაზას არ შემიძლიას, როგორც შემიძლიათ. ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო დამხმარე აღმოჩნდა შენთვის. ხო, გამოიწერე ჩემი არხი და დალაიქე ვიდეო. და არ დაგავიწყდეს, როდესაც მასწავლს სხვა სუზი არაბაზე შენც უფრო მარტივად სწავლობ.